დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 17 იანვარია უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწევა, სადაც საქართველოს-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში არიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. გაიმართება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გვაქვს და გვაკავშირებს აზერბაიჯანთან და რა თქმა უნდა, შეხვედრები გაიმართება ასევე უმაღლეს დონეზე. იქნება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის არის საჭირო, განხილული იქნება ამ ფორმატში. 5 ევროპარლამენტარი, მათ შორის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და ევროპარლამენტის საქართველოს მუდმივი მომხსენებელი რასა იუნკევიჩიანე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ქართულმა ოცნებამ ქართველებს მომავალი წართვა და თავსაც აღარ აჩვენებს თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ისინი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუწოდებენ თავი აარიდონ ქართული ოცნების ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას, ასევე მოწოდებაა შეჩერდეს ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საბჭო. ორკესტრირებული ქმედება ქვეყნის წინააღმდეგას ეაფასებენ უმრავლესობაში 5 ევროპარლამენტარის მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებასთან დაკავშირებით. კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, იმყოფებიან პოლიტიკური გავლენების ქვეშ, ამბობენ მმართველ გუნდში. მოდით ნახოთ, ვინ გვაკრიტიკებს, ვინ წარმოგვიდგენს ამ ბრალდებებს, ვინ მოუწოდებს ჩვენს პარტნიორებს, რომ არ აღიარონ ქართული ოცნების ხელისუფლება, რასას და მისგვარი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდწილად ლობიზმის თუ სხვადასხვა პოლიტიკური გავლენების ქვეშ იმყოფებიან, რომლებსაც ღიად აქვს დაფიქსირებული ნაციონალური მოძრაობის მოკავშირეობა თუ მათივე ხელმძღვანელობა, ამიტომ ეს განცხადებები და ყველა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში უსამართლოდ იყო მიღებული, სათანადოდ იქნა შეფასებული ქართველი ხალხის მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან, ყავთ მათ კონკრეტული, ასე ვთქვათ, პირები, შესაბამისი დეპუტატები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ აი იმ ნარატივის გაჟღერებას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამით პრაქტიკულად შურისძიებას ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებზე. აბსურდული და მიკერძოებული პოზიციას ეაფასებენ უმრავლესობაში ბრიტანელი დეპუტატების ინიციატივას. შეგახსენებთ, თემთა პალატაში 15 დეპუტატის წერილი შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს. დოკუმენტის მიხედვით პალატამ შეშფოთება უნდა გამოხატოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და დაგმოს ივანიშვილის როლი საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში. ქართული ოცნების დეპუტატების განმარტებით ეს მორიგი მცდელობაა ქვეყანაში შექმნას არასტაბილური მდგომარეობა. დიდი ბრიტანეთი იყო ყოველთვის ეტალონი სამართლიანობის და რასაკვირველია გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ მეორე მხარეს არ მოусმინო და ისაუბრო იმაზე, რომ მშვიდობიანი იყო მხოლოდ მიტინგი და ამას პოლიცია დაუპირისპირდა ბრუტალური ძალით. ის, რომ საქართველოს საგარეო კურსის შეცვალა და მით უმეტეს თუ დემოკრატიიდან უკან დაიხია, რასაკვირველია იმხელა აბსურდია, რომ სხვას ვერაფერს ვერ იტყვი თუ არა გარკვეულ მიკერძოებულ მიდგომაზე შეგიძლია საუბარი. ერთხელ განვაცხადეთ, რომ არიან ძალები ევროპაში და ევროპის მიღმაც, რომელთა ინტერესი არის სამწუხაროდ მიზანმიმართულად თუ მიზანმიმართლად მათი ინტერესია, რომ საქართველოში იყოს არასტაბილურობა და ამის გამო სწორედ გრძელდება ზეწოლა ქართული ოცნების საპატიო დამფუძნების ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან გასაგები მიზეზების გამო ის არის ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი გარანტორი მშვიდობის და სტაბილურობის ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. გიორგი გაბიტაშვილმა მათ ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების შესახებ მგზავრობა გამოთქვეს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ემზადება. უმრავლესობის განმარტებით კომისიის მიზანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა იქნება. მთავრობის ინიციატივას უნდობლობას უცხადებს და თანამშრომლობას არ აპირებს ოპოზიცია. მათ ჰქონდათ 12 წელი იმისათვის, რომ გამოეძიებიან დანაშაულები, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ ეს არ გააკეთეს იმიტომ, რომ ყველაზე ნამუსგარი ცვლილები, ვინც კი ყავდათ წინა ხელისუფლების დროს, პორტერებულები არიან ქართულ ოცნებაში, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოში და საკუთარი თავის დაკავებას თუ აპირებენ, ალბათ ჯერ თავსაკუთარ რიგებს უნდა გადახედონ. კომისიის მიზანი არის გამოავლინოს ის დარღვევები, რაც ხდებოდა 2004-2012 წლებში. ეს არაერთხელ იყო გაჟღერებული, თუმცა რეალურად პირველად ხდება ამ შემთხვევაში უკვე საგამოძიებო კომისიის შექმნის დონეზე. ეს კომისია შეისწავლის ყველა იმ დარღვევას და ალბათ ნათელი მოეფინება ბევრი იმ ადამიანის мотиваციას, რომელიც დღეს კვლავ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. ომი გრძელდება უკრაინაში, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 130-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქში 3 დასახლების ოკუპირება შეძლეს და რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდნენ. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას ენერგეტიკული ქსელის გაზლიერებისთვის 27 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო. თურქეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის მსხვერპლი 33-მდე გაიზარდა, ათობით მოწამლული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სპეციალისტებმა პირველადი კვლევით სასმელში ეთანოლის ნაცვლად მეთანოლის სპირტი აღმოაჩინეს, რაც სამრეწველო ალკოჰოლია და ტოქსიკურია ადამიანებისთვის. საუბარია თურქულ ეროვნულ სასმელ რაკიზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო 30,000 ლიტრზე მეტი ფალსიფიცირებული სასმელი, დაკავებულია 60 ადამიანი. და ისევ საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება რუსთავში, ჭყონდიდელის უბანში, ჯავახიშვილის, გიორგაძის და გრანელის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარი შიდა ეზოებში დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელით. გათვალისწინებულია ბორდიურების მოწყობაც. პროექტის დეტალები რუსთავის მერმა მოსახლეობას თავად გააცნო. რუსთავში ვაგრძელებთ შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგებას, განვითარებას, მოსახლეობის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში და ვიწყებთ პროექტს, რომელიც 11 კორპუსის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტში გათვალისწინებულია როგორც ასფალტ-ბეტონის მოწყობა, ასევე სანიაღვრე სისტემების განახლება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ახალი საბავშვო ბაღები შენდება, მოპირკეთდება ეზოებით, სადაც მოეწყობა გასართობი მოედნები და ატრაქციონები. საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ბაღების მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის სოფელ ბაღდადში, სოფელ გვიმრიანში და სოფელ ჭიაურში სულ მალე გაიხსნება და ფუნქციონირებას დაიწყებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება აღნიშნული მშენებლობა. საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილი ტერიტორიები იქნება, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა და ყველა იმ შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი, რაც ჩვენს ბავშვებს სწავლისა და განათლებისათვის სჭირდება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10-ზე.